მე რამდენადაც ვიცი შენ გენოს წონაშიც გაქვს ნაჭიდავები ერთ ტურნირზე. კი. მოგვიყევი რა ტურნირი იყო და რა ქენი მაგ ტურნირზე. მაშინ მე არ ვიყავი პირველი ნომერი ჩემ წონაში, მეორე ნომერი ვიყავი და გენომ გაიკეთა ფეხის ოპერაცია, ტრაუმა მოვიდა და ევროპის ოლიმპიური თამაშები იყო რა, ესაც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბაქოში იყო თუ მინსკში? მინსკში და 100 კილო ვიყავი მაშინ რა, 101 დაახლოებით ესე და სხვა გზა არ იყო მე ამწიეს რა. უბრალოდ არ იყო შესაბამისი მაგ დროისთვის. მეორე ნომერი და წავედი და რა ვიცი მე წონე ძალიან დიდები იყო იმალ. ძალიან დიდები იყვნენ, როგორია ახლა თან 2 მეტრიანი ტიპები 130 კილოები და გავედი ფინალში რა, მოუგე ყველას და მედლები ისაც ხონდა რა. მეც მიკვირდა რა, გავდიოდი მეთქი რანაირი მძიმე წონები ხართ. ეს ყველას მოუგე რა და გავედი ფინალში მე და ფინალში მაშინ დავმარცხდი 3-3-ზე თუ რაღაცა ესეთი შეხვედრა იყო. იქაცაც ვიგები. ანუ იქაც რაღაცა ცუდად შევედი ფეხში და ძალიან მძიმე იყო და ვეღარ ავწია და ჩავარდი. ერთი წუთი ვეჩა. ორი ფეხში შეხვედი. ფეხში შევედი, გადავიყვანა, მეორედ კიდე რაღაცა გავაკეთე, კიდე შევედი და მინდოდა რომ უფრო მაგრად მომეკვა, ალბათ იქაცა. ფინალებზე მაგ ხომ ეგეთ რაღაცა გართული. სამწუხაროდ რაღაცა ის, მაგრამ მეორე ადგილზე გავედით ევროპის ოლიმპიადაზე. ხო, ანუ არა შენი წონა არ იყო, ყველა შენზე დიდი იყო და ვერცხლის медаლი აიღე. ხო, ახლა მეტი რა უნდა გექნა? ვიცი, სხვა მეტი არ იყო, იქა ფიზიკურად გასაკეთებელი არაფერი და ამასაც გავაკეთე.